შექმნიდან 8 დღეში ახლად ფორმირებულ ოპოზიციურ ალიანსში შიდა დაპირისპირება. ერთობის წევრი ორი პოლიტიკური ძალის ლიდერები ერთმანეთს საჯაროდ დაესხნენ თავშეურაც მყოფელი განცხადებებითა და ეპითეტებით ამჯერად ერთმანეთს ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა მიმართეს. დაპირისპირებამ იმდენად მძიმე ფორმა მიიღო, რომ ყოფილ სახელმწიფო პარტიას განცხადების გავრცელება მოუხდა. ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი გუნდის წევრს 8 დღის წინ ხელმოწერილი შეთანხმების პირობები და ქცევის წესები შეახსენა. საჯარო თავდასხმებმა კიდევ ერთხელ გააქტიურა შეკითხვა, რამდენად მყარია წლების წინ ერთ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული სუბიექტების ახლა დაფუძნებული გაერთიანება და როგორ ესახებათ მასში გაწევრიანებულ ოპოზიციურ ძალებს მსგავსი შიდა კონფლიქტების ფონზე ხელისუფლების შესაძლოად მომზადებული და ერთმანეთთან შეთანხმებული სტრატეგიის განხორციელება. დღევანდელმა ფაქტმა სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაუღრმავა იმ ოპოზიციურ აქტორებსაც, რომლებიც დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმებით ერთობის მიღმა დარჩნენ. Ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი, აქედან გამომდინარე ხდება შესაკრებთა უბრალო გადათამაშება. ნაციონალურ მოძრაობაში შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამში კვლავ ნაციონალური მოძრაობა რჩება. ამ მარტივი პოლიტიკური არითმეტიკით ხსნის მომართველი გუნდი ახალი ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკურ ანატომიასაც. მთავარი არგუმენტი კი თავადის ლიდერები არიან, ვინც ალიანსის წევრ პარტიებს წარმოადგენენ. ამ ლიდერების წარსული კი მეტწილად სწორედ ნაციონალური მოძრაობიდან მოდის. წევრობით ან ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობით თუ თანამშრომლობით. ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს ახსენებს პრემიერ-მინისტრი პარტია თავისუფლების მოედნის თავმჯდომარესა და მის წევრებსაც. სწორედ ამიტომ ირაკლი კობახიძე ანონსებს, რომ ქართულ ოცნებას იმ სარჩელის დაკორექტირება მოუწევს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვით მიმართავს. მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, დაგჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. თავისუფლების მოედანის თქვენ იცით, რომ მთლიანად ნაცმოძრაობის წიაღიდან შექმნილი პარტია ყველა აბსოლუტურად 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და 2012 წლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ამ კომენტარს მალევე მოჰყვა უარყოფა ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე კავშირის თაობაზე. ამ უარყოფის ავტორი კი სწორედ პარტია თავისუფლების მოედნის წევრი ბაკურ კვაშილავაა, რომლისთვისაც ამ პარტიასთან გაიგივება იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ კავშირის უარყოფაზე აქცენტი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში არაერთ გზის და არაერთხელ დასვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მისი პარტია ალიანსში სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გეგმავს პოლიტიკურ ნაბიჯებს. ვერავინ ვერასოდეს მე თავისუფლების მოედნის გენერალურ მდივანს ვერ დამწამებს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ვიყავი ასოცირებული. ბაკურ კვაშილავას ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირების მითითება ეწყინა. აი სხვებს კი ბაკურ კვაშილავას განეწყინათ. უფრო ზუსტად ეწყინათ თავად ნაციონალურ მოძრაობაში. ეს წყინა ერთ სტატუსში ჯერ მაგალითად გუგა სულხანიშვილმა ჩაატია, რომელმაც დაწერა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს რომელიმე პოლიტიკოსი წარსულში ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე კავშირის უარყოფას. ეს კითხვა ამავე პოსტის გაზიარებით გამოხატა პეტრე ცისკარიშვილმაც, თანაც არა მხოლოდ გაზიარებით, არამედ მსგავსი უარყოფის ლატენტურ ქოცისტანობა დასათაურებითაც და სწორედ აქ გაჩნდა მთავარი კითხვაც. რამდენად მყარია ის ოპოზიციური ალიანსი, რომელიც 9 ოპოზიციურმა პარტიამ სულ 8 დღის წინ შექმნა. თანაც ამ კითხვას კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშანი პეტრე ცისკარიშვილის პოსტის კომენტარებში განვითარებამ დაუსვა. იმ განვითარებამ, სადაც ცისკარიშვილის პოსტის ქვეშ თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარი გაჩნდა. შეთანხმებას არ ღვევ პეტრე, რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა. მოდი ტოლი ნახე, კოჭი გააგორე რა. ტოლი კი არა, ზეხირი, გადამგდები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. შეუზარდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ. გაიგე შეხისთავიანო. აუ რა სილამაზეა, ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები. აი ზუსტად მაგ თბილისის მეხუთე ადგილზე ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში. და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები შეუვიცო არარაობა. მაქსიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ ძვირფასო. გამეშვი ახლა შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები. არაფერს გეკითხებათ ძვირფასო სანქცირებულებო. ვისაც ვირიშვილს ეძახი. ის მაინც
მიიღო თუ არა საყვედური პეტრე ცისკარიშვილმა პარტიისგან, ახლა უკვე თანა ალიანსელ ჩერგოლეიშვილთან ამ ფორმით კომუნიკაციის გამო უცნობია. მედიის კითხვებისთვის მას დღეს აღარ უპასუხია. ისე როგორც აღარაფერი უთქვამს თავად, აშკარა დაპირისპირების თაობაზე, თუმცა ფაქტია, რომ პეტრე ცისკარიშვილის საკითხი ჩერგოლეიშვილმა ალიანსის ფარგლებში დასვა, რასაც თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობის განცხადება მოხვა. პარტნიორ პარტიებზე თავდასხმისგან გამიჯვნისა და შეთანხმების წესების დაცვისკენ მოწოდების თაობაზე. ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოუწოდებთ პარტიის ყველა წევრს და მხარდამჭერს დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად ოპოზიციის ალიანსის გაძლიერებისკენ მიმართონ. ნაციონალური მოძრაობა პარტნიორ პარტიებზე თავდასხმას კი ემიჯნება, მაგრამ ეს ერთი აშკარა და არც ისე მცირე დაპირისპირება კითხვებს მაინც ტოვებს. კითხვებს იმის თაობაზე, რამდენად მყარია ერთობა ერთნაირობის გარეშე, რომელზეც ალიანსის 9 წევრი პარტია 8 დღეა საუბრობს და რომელზეც საუბრობს მათ შორის სააკაშვილი ციხიდან, წერილებით თუ სასამართლოს ხდომებზე პოლიტიკური განცხადებებისას. ეს შანსი სააკაშვილმა დღესაც გამოიყენა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას ერთობისკენ. მიმართვაში არ გამორჩენია ის თავისუფლების მოედანიც, რომლის წევრებიც ახლა ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე კავშირის უარყოფაში არიან. თუმცა კითხვებს მხოლოდ აწმყოში გამოჩენილი პოზიციები არ აჩენს. აჩენს წარსულიც და ის განცხადებებიც, რომელიც ახლა თანა ალიანსელებს წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმართ არც დაუშურებიათ და როგორც ჩანს, არც დავიწყებიათ. ეს ბოქსი არ არის და ეს არ არის რაღაცა ქუჩის ბრძოლა არ არის. მე ვარ ქართული, მე ვარ პირველ რიგში საკუთარი თავის მხარის. აქამდე ამ ოპოზიციონერებს, რომლებსაც განსაკუთრებული დაპირისპირება ჰქონდათ წარსულში, ეს ხალხი კი არ შერიგებულა, არამედ მორიგდნენ, რაღაც შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის აღსრულებასაც ახლა ვცდილობ. აქამდე ვიზეც რა განცხადება გამიკეთებია, ყველაზე იგივეს აზრისს. ყველაფერი არის კარგად. მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დადებით კონტექსტში ისაუბრა თავისუფლების მოედნის წარმომადგენლებზე და ჩვენ შეგვიძლია ნაციონალურ მოძრაობასა და ალიანსში ახლა კი ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ასე არ ჩანს სურათი ქართული ოცნებიდან, სადაც როგორც ამბობენ ოპონენტების ერთმანეთთან კომუნიკაციის ფორმები კიდევ ერთი დასტურია მათი ერთნაირობის. თუმცა ამ ერთნაირობისა და ერთი პოლიტიკური წარსულის მიუხედავად ქართული ოცნებისთვის ახალი გაერთიანება მაინც დაძალებით გაერთიანებას გავს, რომლის შემკვეთიც არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს და ამ სარჩელში ასაკრძალი პარტიების რაოდენობის შესაძლო ზრდას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი ამ პარტიებმა საკუთარ ქმედებებშივე უნდა ეძებონ. მათ ეზიზღებათ საკუთარი თანაპარტიელები. მათ ეზიზღებათ ჩვენი ქვეყანა, მათ ეზიზღებათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ვერაფერი ვერ შეცვლის ამ დამოკიდებულებას მათში, ხომ როგორებიც იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა, ისეთები არიან დღეს და კიდევ უფრო გაბოროტებულები, ვინაიდან წყურიად ძალაუფლება. ძალიან საშიშხალზე არის საუბარი და რა თქმა უნდა, მათი ადგილი ყოველთვის უნდა იყოს პოლიტიკურ სანაგვეზე ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ყველა ეს პარტია იმართება ერთი ვერტიკალით. არანაირი შანსი არ აქვს, როგორც არ უნდა გადააჯგუფონ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად აზროვნებენ და თავიდან ბოლომდე გაშიფრული აქვთ ამ გარეძალების სქემები. პიროვნულად მათი ურთიერთობა როგორიც არის სოციალური ქსელების აქტიურმა მოხმარებელმა მთელი ეს ეპოპეა კარგად იცის, ასე რომ ჩემი დახმარება მათ ერთმანეთის ეპითეტების შემკობელში არ ჭირდებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ანუ ეს არის დაშლილ შეერთებული ნაციონალური მოძრაობა. აქ რა ნაწილი არის გულსფერი და რა ნაწილი არის იძულებითი ქმედება, ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედება არის, ვიდრე ასე ვთქვათ, ბუნებრივად სურვილი გაერთიანებისა. ალიანსის წევრ პარტიებში ირწმუნებიან, რომ ახლა ინციდენტი ამოწურულია. თუმცა ამ ერთმა ინციდენტმა აშკარად გამოაჩინა დაძაბულობა ახალ ალიანსში. გამოაჩინა, რომ მართალია ერთი მაგიდის ირგვლივ სხედან და ერთობაზე საუბრობენ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ხშირ შემთხვევაში არც თუ კარგი ეპითეტები ემეტებათ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი დღევანდელი 9 პარტიის ერთი პარტიიდან წარმომავლობას და კავშირებს ეხება.